მოგესალმებით სარბიელის პოდკასტის დროა. დღეს ჩვენი სტუმარი არის ლეგენდარული თბილისის დინამოს წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ნუკრი კაკილაშვილი, რომელთანაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოვა. გამარჯობათ ბატონო ნუკრი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და დავიწყოთ. მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით ტელემაყურებლებს და თქვენი გუნდის, თქვენი თაობის ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ძალიან დიდი წარმატებების ამბავზე შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ, გავიხსენოთ, მაგრამ მოდის უპირველეს ყოვლისა მაინც ბოლო ამბებით დავიწყოთ და საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა ერთა ლიგის B ლიგაში ადგილი 9-1 დაამარცხა სომხეთის ნაკრები. მე საქართველოს ნაკრები მეგონა სომხეთზე ძლიერი გუნდი, ველოდი რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ასეთ უპირატესობას არ ველოდი თქვენ. სიმართლე გითხრათ, მეც არ ველოდი რა. მეც არ ველოდი, მაგრამ ეხლა ერთი რაღაცა მინდა მაინც ამაზე თან აქცენტირებას ნუ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა კლასით პირველად მაღალი დონის გუნდია და ეხლა ვაი და სომხებს მოუგებდა ისა ცოტა ჩამოფრინდეთ ქვევით, მით უმეტეს რომ ესპანეთის შეგხვდა და მე ვანაპინინებ პირიქით ულოცაო და ძალიან გამიხარდა. იქიც რა არის ხა დაცვას იმდანად ორივე თამაში ჯამში რო შეხვდა არ ქონდათ ისეთი თული და მე მომეწონა, აი ძალიან მომეწონა აი გამოსვლა კონჩეტევებზე ფაქტობრივად ჩვენ ყველა გული კონჩეტევით შევაგდეთ. აი ეს მომეწონა ეს ნახევარდაცვის და თავდასხმის აი ესეთი მობილური გამოსვლა უცებ შეტევაში. იქ იყო შეტევა და უცებ მთელი ეს ყველა ნახევარდაცველი და თავდასხმელი და აი ეს ძალიან მომეწონა რა. ეს რაღაცა ადრე არ ქონდა. შეიძლება ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს გუნდის სისუსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ ამგონია ეთყობა ეს რაღაცა ახალი დამუშავებული ნახაზი აქვს ჩვენ ნაკრებს რა. პლუს იქაც სამივე გოლი პრინციპში, მაგრამ განსაკუთრებით პირველი ჭრის ქოჩორა. ხო, ჩაჭრა, ისინი იწყებდნენ შეტევას, ჩაჭრა და კონტრშეტევა იყო რა ფაქტიურად. სხვათა შორის იქაც ფაქტიურად ესეა, ახსოვთ ის რომ გარბის მამარდა აძლევს, ხო იმას? მეორე გოლი მიქაუტაძეს. გურამ კაშიამ თქვა თამაშის შემდეგ ინტერვიუში. ეს პირველ ტაიმიო? ხო, არ მახსოვს არ გვითამაშია. კარგად, მაგრამ ისიც დააყოლა რომ არ ვიცი, ჩვენი კარგად თამაშის ბრალი იყო თუ მეწონა. ხო, და ნუ დაუკარგავთ რა, ძალიან ესეთი ყველა ესეთი ძალიან მაგარ ფორმაშია რა, მე რაც შევხედე, განსაკუთრებით ნახევარდაცვის და თავდასხმის ხაზი, განსაკუთრებით. კიდევ დაცვას ისე დატვირთო არ ქონდა ახლა და ისე არ ჩანდა, მაგრამ ძალიან მომეწონა მე ნახევარდაცვის და თავდასხმის თამაში. აი როგორც ნახევარმცველი და ეს ამხელა გამოცდილება და ისა, აი ჩვენი ნაკრების მარტო ამ თამაშია რა, აი ზოგადად ამ შაშანდელი ერთა ლიგიდან და თუნდაც ევროპის ჩემპიონატიდან დაწყებული. აი ნახევარდაცვა რო შეაფასოთ, აი როგორ თამაშობენ და რა აქვთ? კარგი რა, თქვენ თუ გახსოვთ აი სუპირველად ცოტა ფეხბურთის ტერმინით ორ პასს ვერაკეთებდნენ ნახევარ. ორი აი განსაკუთრებით თუ პრესინგს თამაშობდა მოწინააღმდეგე. აი ხა თუ დაკვირებულები ხართ, ხო? ფურც აგურაებენ მშვენივრად, ფურც იჭერენ. ნუ ყავს ისეთი ხა ორივე შუაში ისეთ ნახევარმცველები კიდე და ისა რომ კოჭორა რომ ისა და აი ესეც ძალიან აღსანიშნავია რომ ბურთის დაჭერა შეუძლიათ უკვე და იჭერენ. მიკვირდა ადრე რომ მაინც ხო ქართველები ვართ ისე და თქვენ თუ გახსოვთ, მე თუ სწორად შეიძლება ის ჩემი აზრია და თქვენც ხო ესე გახსოვთ რა, რომ სულ იმაზე იყო, რომ ისა ორ გადაცემას ვერ აკეთებდნენ. კი, პრობლემა იყო, ნამდვილად პრობლემა. არა, არ უნდა ამას არ გახსოვს ის რო იყო. რომელი წელი 2023 წელს ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა იყო, რომ ნახევარდაცვაში ვართ სუსტები. ნახევარდაცვაში ვართ სუსტები და ბურთის ფლობა არ იყო საერთოდ. ხო, ბურთის ფლობა არ იყო, ხო. ეგ იცი რომ მელს ისა კვეკვესკირი და აბურჯანია თამაშობდნენ ერთად შედარებით, რომ ბურთი ორივემ კარგად იცოდა, მაგრამ ნუ ცოტა სისტრაფეში მოიკოჭლებდნენ ხოლმე და აი ეგ ლაპარაკი შეიცვალა ბოლო ნუ აი ერთი წელიწადია. ერთი წელიწადია, კი, ზუსტად, კი. ხო, მაინც ახლა ჩაკვეტაძის დამატებამაც მაგრად უშველა რა, სხვანაირი ის ელფერი შემოიტანა ნაკრებში. ეს ჩაკვეტაძეს დამატება რა, ჩაკვეტაძეს სუდახორდაცვაში იყო. არა, იმ დროს ხო ტრაუმა ჰქონდა. ეტი, მაგაში ტრაუმა რო ჰქონდა, მაგრამ ეს შემტევი ნახევარმცველია. და სხვათა შორის ჩაკვეტაძეს რამდენადაც ვიცი, მარჯვნიდან ძალიან არ უყვარს თამაში. ძალიან არ უყვარს და ადრეს გახსოვთ სუმარცხიდან თამაშობდა. სუმარცხიდან თამაშობდა, კი.
ეგ ხან თამაშობდა მარცხენა იმას, ინსაიდს და ხან უნივერსალი ფეხბურთელია რა და და ბოლო დროს ფაქტურად საყრდენობა შეითავსა ევროპაზე როცა ის იყო, გვიჭირდა, უკან თამაშობდა რა. მე მგონი ლაშა ჯაკობია იყო, არა, ჩვენთან სტუმრად რო იყო, მაშინ თქვა, რომ ოღონდ კი მარჯვნიდან ნუ ათამაშებო. რატო? აი არ უყვარსო ჯალიანო მარჯვნიდან უნდა ჩააწოდოს და მარცხენა ფეხი იმდენად შედის და კარში უტყავს რა. კვარაცხელიას. ხო, კვარაცხელიასავით, ხო, კვარაცხელი. მე ერთხელ რა მახსოვს ისი ჩაკვეტაძე, აი მაგარ ფორმაში რო იყო პირველად რო გამოჩნდა, შევხვდით ანდორას აქ 3-0 მოუგეთ, ჩაკვეტაძე დააყენა მარჯვნივ, გამოცადა მაშინ ვაისმა, მოდი მარჯვნივ დავაყენებო. საერთოდ ვერაფერი თამაშა ის თამაში. ის დაიხვეწა რა დროთა. უბრალოდ გამოცადა. სხვადასხვა ხა მარუჩი ხა მე მომეწონა, უბრალოდ ვერ დავასვენე ეთქობა. თქვენი პროტოტიპი, თქვენ აი თქვენ თავს რო გაგონებდეთ ესეთი ფეხბურთელი თუ არის ხა ნაკრებში, სტილით. იცით რა, მე საერთოდ პლეიმეიკერს თამაშობდი ბავშვობაში, 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ და ბავშვობიდან მაგ პოზიციაზე თამაშობდი. უბრალოდ მე რო დინამოში ახალკაც მამიყვანა, შეცვალა ჩემი ისა და მე დამაყენა უკვე ხან მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდი, ხან მარჯვენა თამაშობდი. ისე საერთოდ ჩემი ბავშვობის სტილი და გემოვნება იყო ეს გამთამაში მას ადრე, ეხა პლეიმეიკერი ადრე გამთამაშებს ვეძახდი. მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც აი ყიფიანის და გუცაევის თაობა უკვე წასასვლელად რო იმას აქში რო იყო უკვე რო წასასვლელად ემზადებოდა, მაშინ ლაპარაკობდით, რომ არაუშავს მერერა დათო თუ წავა, ხო, მაგას კი. თვითონ დათოც, მაგრამ ეგ პოზიცია არ მომცანოდა. ხო, აი სხვა ჩვენს მაგას ალბათ უფრო მერე ვაპირებდი კითხვას, მაგრამ რა კი ჩამოვარდა კი ბატონო. აი ძალიან საერთოდ მართლა მახსოვს ჩვენ გულშემატკივრები მაშინ ილია აი ლაპარაკობდით რომ არაუშავს დათო თუ წავა კაკილაშვილი ხომ არის და შეიძლება რომ მან იმავე სქემაში ითამაშოს გამთამაშებელი კაი და მე არა ნუ ბატონი უკრი თამაშობდა ხან მაშინ ხო ესე იყო ანუ სულაკველიძე ცენტრში აქეთ სვანაძე აქედან დარასელია და აქ ყიფიანი და ესე არის ესეთი სისტემა. ხო, ნუ ხა ესე ხო, ნუ პრინციპში ესეთი სისტემა კი. ხო და თქვენ დათო იყო უკან დახეული. დათო იყო უკან დახეული. და აი მე უფრო კი არა მე სულ ფაქტობრივად რომ გამოვდიოდი თუ შეცვლაზე გამოვდიოდი თუ ძირითადად თამაშობდი ყოველთვის ან მარსვი მათამაშებდი ან მარჯვ. კი ბატონო მახსოვს ძალიან კარგად. არადა ყველას დარწმუნებულები ვიყავით რომ ჩვენ ძალიან მიჭირდა და გამიჭირდა თავიდან, მაგრამ მე იმიტომ არაზოს მე ხა უფრო მეტი მუშაობა ჭირდება, ხო? მუშაობაზე არ არის, საერთოდ სხვა სტილს თამაშობდი მე ბავშვობაში და უცებ სხვა აქ ნუ დინამო ხა სადაც გეტყვენ იქ, მაგრამ ჩემთვის ცოტა ისეთი მიუღებელი იყო თავიდან. ეხლა რომ მოვდიოდი უცებ ფიქრობდი. საშუალო დუბლებში ჩემპიონები რო გავხდოთ 78 დუბლებში მაგ პოზიციაზე მათამაშებდა რა. აი მე უცებ აი ანუ 79-დან ხო თქვენ უკვე ძირითად გუნდში დაიწყეთ 79-ი პირველად ვითამაშე აი 79-ში როგორც კი დაიწყეთ მაშინვე უკვე ამ პოზიციაზე მაშინვე მან დიმას აი მაგას 78-ში იყო უძლიერესი დუბლი ძალიან ძლიერი გუნდი ჩვენი დუბლი იყო აი ვარჯიზე თამაშობ დუბლი ძირითად ხოცავდით ერთმანეთს და რამდენჯერ დუბლს მოუგია ხო, ეჭვერ მეპარება, კარგად მახსოვს ის ხმები და ძალიან კარგი მაგარი დუბლი იყო, ძალიან კარგი ფეხბურთელები იყო. რაღაც აი თავი ქუდში ქონდა თითქოს რომ ნუ არ არის პრობლემა ახლა ვეტერანები რო წავლენ ცავა და თქვენ ხო უფრო არა, ცავა მერე 78-ში არ იყო ცავა, არც მესხი არ იყო. არა, 78-ში. ჯოხაძე იყო, ჟვანია იყო. ბატონო. გეტყვით ახლა კიდე მე მინდა ვხვდე. ჩემი თაობისას ვარ ჯოხაძე, ჟვანია, მეტი ახლა ჩვენი 59-60-იანი და ნუ იქ იყვნენ მინაშვილი იყო, რამაზ მუმლაძე თამაშობდა ძალიან დუდიაძე იყო და დუდიაძე იყო დინამოში აყვილი რა ვიცი ვინა და ფაქტობრივად გურული გოგრიჭიანი თუ ეგენ ცოტა მე ეგენ ცოტა ფაქტობრივად ძირითადში ვინც თქვათ აი შემცველს გამზე ფაქტობრივად ყველა აქ თამაშობდა კანტელაძე თამაშობდა ხშირად დარახიზანიშვილი თამაშობდა ხშირად და გოგოლაძე თუ გახსოვთ ეგეთი ფეხბურთელი იყო გარდაიცვალა საწყალი დაცვაშიც ეგ იყო ბუჩუნას ვეძახდით
და კიდე რა, კარგი ბაზაზაშვილი თუ გახსოვთ. კი, როგორ არ მახსოვს. ბაზაზაშვილი იყო, კარგი გუნდი იყო. მამინაშვილი იდგა კარში. კი ბატონო, ამინაშვილი. ერთი ეგ ისტორია გაიხსნა. ვინა? დოჩია? დოჩიაც მერე. მერე, ხო, დოჩია. ეს 78-ზე ვამბობ რა. ხო, თორე მერე უკვე დოჩია მე მგონი სამიანია. 66 ბურთი შეაგდო დუბლებში მაშინ ეს მერე უკვე 79-ში. ერთი ის ისტორია გაიხსენეთ, როგორც გამიგია, დუბლებისა და ძირითადი გუნდის თამაშზე ხინჩაგაშვილისთვის გაგიკეთებიათ რაღაც ფინტი. არა, ეს როდის იყო, იცით? საქართველოს ნაკრები ვეთამაშეთ, მაშინ კონტრიკატი იყო ჩვენი ნაკრების სპარტაკიადაზე ვემზადებოდით. ოღონდ მოსწავლეთა სპარტაკიადა კი არა, კიდე ახალგაზრდული თამაშების სპარტაკიადა იყო და ვეთამაშეთ ისა მაშინ დინამოს მე მგონი რაღაცა შესვენება იყო. და ეს ნაკრები ვეთამაშეთ და ეს მაშინ მოხდა რა, რომ თქვენ ჯერ არ იყავით დინამოზე? არა, არ ვიყავი. ხო და რაღაცა რაღაცა არა, კარგი ფინტი გაუკეთებო და მაგ ფინტითო, ასე თქვა, დინამოში უფრო სახელი დაიგდო და უფრო ალაპარაკდნენ. მე უფრო მახსოვს, რომ ეს ნაკრები რო ვეთამაშეთ, ეგ თამაში. მაგ თამაშზე კარგად ვითამაშე, სხვათა თამაშს მე ამიყვანეს მაშინ და მაშინ შოთა მედგა მე და მაშინ მაგ პოზიციაზე ვთამაშობდი, ხო. 10 ნომერად. შოთა ხინჩაგაშვილი ძალიან დიდი ფერმერი. შოთას ნაირი დამცველი მე დღესაც არ მეგულება. დღეს აი მაგას ვესაუბრ ერთად ვისხედით ეს საშიჩეოდეს მამა გარდაეცვალა და იქ ვიყავით ყველანი და მაგასაც კი უეუბნებით სულ და ისა, მაგრამ მე არ ვიცი უბრალოდ ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. ესეთი დამცველი, უშეცდომო, მე ის ქონდა არ ვიცი ხა რა ფაქტიურად ჩივაძე რატო უადვილდებოდა ეს შოთა კაცზე თამაშობდა და საშას უკვე იმის საშუალება ეს არავის არ ატარებდა და საშას ქონდა იმის საშუალება რომ შეწევაში წასულიყო და თან ეხლა საშა ძველი ნახევარმცველი იყო ფაქტიურად ნოდარ ახალგაზრდა დაცია უკან და ეგ შეეძლო და ეგ არის შოთას უდიდესი დამსახურება რა ჩევაძემაც რომ ხელა ფეხბურთი ითამაშა ერთ-ერთი დამსახურება შოთასიც არის ძალიან შეუწყო ხელი. უკან რო რჩებოდა გარანტირებული. ან ორივე ერთმანეთს ასე ვთქვათ, ავსებდნენ, კი. ის ცოტა ფიზიკურადაც ძლიერი იყო შოთა ხინჩაგაშვილი, მაგრამ ქონდა ძალიან ტრავმებისკენ ქონდა მიდრეკილება, ხშირი ტრავმები ქონდა, თორე ისე ფიზიკურად კი შოთა ის. პოზიციის შერჩევის და აი მანძილების შეგრძნების უნარი ქონდა გადასა. აი მე არ მახსოვს ხურცელავას თამაში. აი იგივეს ამბობენ, ნუ ხურცელავაც დიდი იყო და იგივე ქონდა შოთასაც. აი ისე ირჩევდა ეს ღმერთისგან არის ემოდან არის ახლა. ისე ირჩევდა მურთაზეც. მე უნებიან მე ეს ძველი თაობის ბიჭები რომ მე ვეტერანებში მყავს მურთაზი, ბატონი მურთაზი ნანახი ვეტერანებში და მაშინაც კი, როდესაც უკვე დანებებული ქონდა თავი რო უყურე იმ თამაშს ძალიან ისეთი. მე რეზინ პრუჟინასავით იყო. ხო, შოთა იყო პრუჟინასავით. და მურთაზი. გეგონებოდა რომ მოატყუებდი და წინ გედგა ისე უცებ რა ისე. მე როგორც გამიგია ესე გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერი იყო და მის სიტყვას წონა ჰქონდა. კი, რა თქმა უნდა, კი. და მე უბრალოდ ძალიან თავდაბალი და ძალიან ისეთი კარგი ადამიანია რა არის მამამის თქმა მინდა რა დიდი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. ძალიან დიდი ფეხბურთელი. თქვენ ესე იგი 78-ში მიხვედით თბილისის დინამოში, ხო? მე 78-ის დასაწყისში და უკვე ფაქტიურად 78-შივე დუბლების ჩემპიონი გავხდი. კი. და აი პირველი საბეჭდილება რა იყო დინამოში რომ მიხვედით, ბაზაზე რომ მიხვედით, თუ აი ჩემთვის ახლა ხო წარმოგიდგენთ უცებ ახლა როცა ნუ იმ დროს ახლა ყველას ოცნება იყო ვინც ფეხბურთს თამაშობდა მაშინ თბილისის დინამოში უნდა მოხვედრილიყავი ან ქუთაისის ტორპედოში ხო მეტი ახლა ხო საქართველოში ხო და ნუ წარმოვიდგინეთ ახლა და რო თამიძახეს ხო ეს ამხელა ეს ფეხბურთელები რომ ნახე ბუცაევი ახლა ისე ატოკიპიანი თამაშის მერე ვარჯიშის მერე წესი იყო საერთოდ რომ ვახშამზე უნდა შესულიყავი და გიავახშმა მე სახში მიდიოდი და მალე იქ უნდა შესულიყავი და იმდენად რომ შევიხედე რომ ვინიშდა იქან ახალკაცი ყიფიანი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ რაღაც და ჭარშენ და აი სამეოთხარი ახლა მე ვერ შევა მერდება
რა და ეს რამაზ მომლაძე მე შემიყვანა. ნუ წავეხა ჩემთვის უცებ ხა ისინი იყვნენ ხო კუმირები და უცებ მანამდე ბაზაზე ნამყოფი იქნებოდა. არა, პირველად. არა, ვინ შემიშოდა ბაზაზე მაშინ ესე ადგილად. მე მახსოვს იმიდან ვიყურებოდი ხოლმე გარედან. შენ ვარჯიშები მე მახსოვს რომ მთელი დიღომი იქ იმაზე იყო გადმოყუდებული. ხო, ღობის გარედან. ღობიდან და უყურებდნენ მაგრამ მე სიმკაცრე იყო ბაზაზე ვერ შეხვიდოდი ვერა. და მითომ ეს ნოდარს ჰქონდა ძალიან დიდი სიმკაცრე. კაცო. მან ფაქტიურად მაგან აი ამ სიმკაცრით ფაქტიურად ყველა ვარსკვლავი იყო ამ გუნდს უნდა და დაჭერაო. თორე იაკუშინის დროსაც იგივე ნოდარ ახალგაზრდა იმდენი ჭკვიანი ადამიანი იყო რომ მაშინ გუნდის უფროსად ამას უყურებდა ყველაფერს. ნუ ეს იაკუშინი დიდი მწვნელი იყო რა თქმა უნდა და ისა მაგრამ მაინც მისკენ ყოდა მიდრეკილება. მაგ პერიოდში უკვე ხო სვამდა. აი მიდორზეს ნასვამი გამოდიოდა მე როგორც ბიჭებისგან ვიცი ახლა. ნუ ნოდარემ პირველი რაც გააკეთა დაიჭირა გუნდი რა. დისციპლინა და ქვით. და აი გარი რა დისციპლინით ფაქტიურად ნუ მაგოც რა უნდა ერთი ნორმალურად ევარდი შეფებულს თამაში ყველა მიცოდა ფაქტიურად რა. აი ამას მოვაყოლებ ზუსტად წეღარო თქვით რომ მე სხვა პოზიციაზე მიწევდა თამაში. არ შეგითავაზებიათ თავი რომ აი მოდით აქ თუ მაგის უფლებას ახლა არავინ ის ცნელია სადაც გეტყოდა იქ ვალდებული იყო. ხო. არა მე შეთავაზებას ვამბობ და გინათ ვარ. მე მან ჩემზე ძალიან კარგად იცოდა მე სათამაშობდი ბავშვობიდან მაგვირდებოდა და მიყურებ ძალიან კარგად იცოდა ეგ რა. თქვენთან უფრო უკნიდან შეგეძლოთ ერთადერთს უშვებ რომ ჩვენ ხშირად გქონდა აი თქვა კროსრო ეძახიან 13 აი ამას დავბუდი ძალიან კარგი შედეგი მქონდა მე და სვანაძის და შეიძლება მე თვითონ ეხა ისეთი აღნაგობით თხელი კი ვიყავი მაგრამ თვითონ ის მქონდა გამძლეობა მქონდა კარგი და შეიძლება იმითი რომ მაინც აგეთ ფაქტობრივად სარბენი იყო წინ უკან აღნაგობის გამო შეიძლება იმითი რომ კარგი ის მქონდა რა გამძლეობა რა გამძლეობა კი ფიზიკური იმდენად ეხა ისეთი არ მაინც ორთაბრძოლები ხო მაგრამ ეს მაინც რა ვიცი ნუ ეხა თავისი მოსაზრება ქონდა თავისი შეხედულება ქონდა იმიტომ რომ მე გრიშა იყო მე უკვე მაგან გრიშაზე გააკეთა აქცენტი გრიშაზე გააკეთა აქცენტი მაგრამ გრიშა ძალიან უკან არ შემოდიოდა თქვენ უფრო უკნიდან თამაშობდით ხო გრიშა ძალიან უკან ნუ ეხა ფაქტურად გრიშას ცოტა უჭერდა ფიზიკურად გრიშას იმ გაგებით რომ ბევრს ვერ დარგუდა. ბატონ ნუკრი 79-ის სეზონი და შემდეგ იყო 80-ის სეზონი. მე ახლა რომ მოდიოდი ვის მინდა რომ აი იმაზე გავამახვილოთ ყურადღება კადისის ტურნირზე, სადაც ზიკოს ფლამენგოსაც ეთამაშეთ თქვენ და პენალტებში წააგეთ. ხო და აბა გაიხსენეთ ეგ ტურნირი გაიხსენეთ საერთოდ. ეგ ტურნირი იყო ზიკოს და ყიფიანის დუელი. 79 იყო 80 კადისის ტურნირზე ძალიან მაგარი გუნდი ყავდა სხვათა შორის ერთ-ერთ დამთავრდა ეგ თამაში თავაძემ შეაგდო ჩვენგან მაშინ გია თავაძემ ბურთი და იცით როგორ იყო სავსე იყო სტადიონი და გამოიკვეთა თავიდანვე რომ ორივე ხო ერთი პოზიციის იყო ახლა დათო ბოლოს თამაში რომ დამთავრდა დათო ყიფიანი რომ გამოდიოდა მინდვრიდან მთელი სტადიონი ფეხზე დადგა და წაში დაუკრა. ანუ ისეთ თქმა მინდა რომ მაშინ ზიკოს აჯობა რა ხალხმა უფრო ამას დაუკრა წაში. ყო ზიკოვაში ვარსკვლავი იყო პრინციპში ზიკოს რა. პენალტებში წავაგეთ. მე ხო. თქვენ თამაშეთ იმ კი. თამაში. არ თვითონ არ მახსოვს. მე მგონი 2-2 მორჩა. მე მგონი 2-2 არა ერთი მე თავაძემ შეაგდო და მეორე არ მახსოვს მიშია ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ ერთი ვიცი რომ კუთხურიდან ისა სტანდარტულიდან ჩამოწოდებული გიამ შეაგდო თავაძემ და მანულად გახსოვთ რომ 2-2 აღარ მე წავიკითხე რა ვიცი ძენ წელი გავიდა ხო და მე ისიც არ მახსოვს ვინ მონაწილეობდნენ კიდე ჩვენს გარდა მაგ ტურნირზე რა მე მახსოვს ეს ფლამენგო ჩვენ და კიდე მე მგონი მალაგა და მე-4 არ ვიცი. აი იმასე მადრიდის 4 ტურნირი მახსოვს კარგად. ეს მადრიდის 4 ბაიერნი და ის რო იყო. ბაიერს რო იმას კი. ხო. ბაიერთან მოხდა ესეთი კურიოზი. წარმოიდგინე ხა ბრაიტნერი, რუმენიგე, მაიერი კარში 5 კაცი
თამაშის დღეს ჩამოვიდნენ ნაკრებში. ამათ ამგვარ თამაში და ნახავ რა მუნდი იყო ხო იცით თქვენ. რა უქენდით ბაიერ. ბოაგუცაიმა თელი დაცვა ათრია. ხო და თამაშს ვიგებთ და ისე მოხდა რომ საჯმა რაღაცა ბრაიტერს არ მოეწონა რაღაცა საჯის გადაწყვეტილება. მოკლედ და სავსე იყო ეს სტადიონი. რა კომერციული ტურნირია, ბილეთები გაყიდული იყო ესენა. დაუძახა ფეხბურთელებს და გაიყვანა გუნდიდან. ისა მოიდი საჯი იმანუც და ხმავე რა მოიყო საერთოდ და ეხა იცით რა არის აყურებელი მოსულია ფული აქ გადახდილი ესე თამაშზე ისა და ეხა გაგიჟდნენ ეს ესპანელებიც იქიდან სროლა დაიწყეს რაღაც. მოკლედ ჩვენ შევედით გასახდელში იბანავი დუში მივე და გამოვედი და ეთყობა ეს კომერციული ტურნირი რადგან იყო ეს ყველა გუნდმა გარკვეული თანხა აიღო მონაწილეობაზე რა. ხო და ეთყობა ეს ტურნირის ხელმძღვანელები ვინც იყვნენ თუნ არ ვიცი შეიძლება საჯარი მოსამე რაღაცა უთხრეს მოკლედ და შემოვიდნენ რომ გავაგზავნოთ თამაშიო და ხალხაც მოუთხრა რა გავაგზავნო ხალხმა ჩაცმულები არ იბანავეს იმას ნის და ჩვენ ბრალი ხო არ იყო თვითონ გაიყვანეს გუნდი. ეგ მოყვა იმას რაღაც მომენტი არის ამოჭრილი ეგა ჯარიმდებიან. ეგენი რაღაცა ჯარი მარტისა არ მოეწონა რა რაღაცა იყო მოკლედ საჯის გადაწყვეტილება რაღაც ჯარიმას ითხოვდნენ და ჯარიმა არ მისცა იმან საჯმა და ამაზე გუნდი გაიყვანა. ესეთი პრინციპში უმნიშვნელო რაღაცის გამო ასეთი ამბავი რატო უნდა ატეხო? გასახდელში რა ხდებოდა? აი იქ არ ქონიათ რაღაც საუბარი ან რაღაცა გავიდეთ. არა ჩვენ რა საუბარი მე მაგას ვამბობ რომ შევედი ჩვენ ჩვეულებრივად გაიყვანა გუნდთან თამაში ვიგებდი ჩვენ მაგ თამაშს უკვე რა 2-1 და ჩვენ რა უნდა ვექნა. გავედით იმაში მე ფინალში. თქვენი ყველაზე მაგარი გოლი? ჩემი ყველაზე მაგარი გოლი თუ არ ვწდებით ძალიან მომწონდა აქ დნეპრთან გატანილი 1-0. ვიცი მაგას იტყოდით. შორიდან რაღაც ის კაი. 1-0 მოვიგეთ თან ეგ თამაში ხო? ხო ეს მოსკოვის CSKA-სთანაც კაი, მაგრამ ეს უფრო ისეთი იყო რა. CSKA-სთან მოსკოვში? ხო. მაშინაც მოვიგეთ გასვლაზე 1-0-დან. ეს კარგი გოლი იყო დნეპრთან. შორიდან თან დნეპრი ხო ჩამოვიდა ლიდერი იყო მაშინ როგორც წელში და ლიდერს მოუგეთ მაშინ. ეს 84 წელი ან 5 84 ხო და ხო წელი მაშინ მე მგონი დათო იყო წელი უკვე ხო მე მგონი 84-ში ალბათ უკვე დათო იყო. თვითონ ეგ გოლი ნანახი გვაქვს. ალბათ უკვე დათო იყო კი 80. შახტიორთან 5-0-იც მანდაც ხო? შახტიორთან თბილისში ხო 2-1. შახტიორთან 5-0 კი. მოდით აი ეგ სეზონი გავიხსენოთ რა ჩვენთვის ყველაზე წარმატებული თასების თასის სეზონი რა აი როგორ დაიწყო თავიდანვე გასაგებია აი ანგარიშები და ის კი არა აი რა ხდებოდა გუნდში როგორი განწყობა იყო და აი როდის იგრძენით რომ მართლა აი ამ თასის მოგება რეალურად შეიძლებოდა ჩვენ მოსუგზნობდით ფაქტიურად მაგას იცით რა აი რაღაცა ისე ვიყავით ჩვენ რომ არ ვგრძნობდით ჩვენ სიძლიერეს რა ის თქმა მინდა პრინციპში ხა ისეთი გუნდებიც არ შეხვდა ჩვენ ხა რო ვთქვა მაგრამ ძლიერი გუნდები კი შეხვდა ისე ვიღაც იმათ უფრო შეხვდათ კალცეის მაგრამ იმათ შეხვდათ საერთოდ ისინი ხო ჩვენ მაშინ ესა მე შევხვდით მაშინ პირველი თამაში ვისთან გქონდა კასტორიასთან ასაბეჟნეთში ხო მერე უოტერფორდი ხო აი ჩვენ ცოტა ისეთი აი არ ვიცი ხა თუ ბარსელონას შეხვდათ რომა შეხვდა ვალენსია რომა და 3-0-ს აგებდნენ თუ არ ვწდები რომელიღაცა თამაში რომასთან წააგეს 3-0 და შინ 4-0 აი თუ ვწდები შემისწორეთ მე მაშინ ესეთი შტაბეჭდილება დამჩა რომ აი ეგ სეზონი რო იწყებოდა თასის სეზონს ვამბობ ანუ სექტემბრის აი მაგ პერიოდისთვის თბილისის დინამო უკვე იყო იმდენად ძლიერი და დახვეწილი გუნდი რომ აი ადრე თუ უბრალო თამაშებში რაღაცა უფრო მეტ ენერგიას ხარჯავდით და
იქ უკვე ძალიან აკადემიურად იგებდით თამაშებს და ის კი არა მომეჩვენა აი მაშინ სექტემბერ-ოქტომბერში აი კასტორია და ეგენი რომ შეხვდნენ მაშინ რომ მაყურებელმა ცოტა მოიკლო კიდევაც ტრიბუნაზე თითქოს აი 70,000 აღარ მოდიოდა რა იცი რა აი რისი თქმა მინდა იცი თქვა განებიურებული იყო უკვე მაყურებელი ხო ისე ყველა მაყურებელი ყველა ანუ ამათან ძალიან იოლად მოიგებენ იცი რა არის არა რისი თქმა მინდა იცი შეიძლება ვწდები კიდევ ვიმეორებ მაგრამ აი თქვა გუცაევი თუ რაღაცა ფეიერვერკს მოაწყობდა რაღაც რიგით თამაში აქ უკვე აღარ ჭირდებოდათ ეგეთი რაღაცები 1 2 3 და გაიტანდა გაიქცა ჩვენ მომავალს ნახევარფინალიდან გამოვარდი და ეს ჩვეულებრივად მიიღო ხალხმა ხო სტანდარტმა თორე ფინალში გავდიოდით ისევ ფინალში კი და ბარსელონასთან თამაშგარები ნახევარფინალამდე ისე მივედით რომ არც აჟიოტაჟი იყო ისეთი თქმა მინდა რომ ხალხი უკვე მიჩეული იყო რა მიჩეული იყო განებიურებული იყო სტანდარტთან თქვენ აქ ძირითადში იყავით აი ეგ თამაში რომ გავუჩენოთ ხო და აი სტანდარტმა ჩვენ უცხო ხილი იყო მაშინ ხელოვნური თამაშგარეთი აი ამ ხელოვნური თამაშგარეთი თუ გახსოვთ თქვენ ეგ თამაში ამას არ ვიყავით ჩვენ სხვათა შორის მაშინ ეს ძალიან ძელად იყო ვიღაცის ეს ფირები და ეს ამიტომ ნოდარა ხალხაცმა კახი ასათიანი გაუშვა სტანდარტის თამაშის საყურებლად და ისე მოხდა რომ ის თამაში საერთოდ იარეს არ ითამაშეს და არ გაუკეთებიათ ეს ხელოვნური აფსაიდი არც არაფერი ხო საერთოდ და ჩამოვიდა გერეცი კახი მთვარო ერთი ღიპიანი პელოტელი ყავთო გოვას უთხრა რომ შენო მარცხიდან დაიწყეო იმას რას უზაუიციო თუ გატყობ თუ გახსოვთ 10 წუთს მერე ვო გადავიდე ისე უმარჯვე ვერ ხეიქცა საერთოდ ხო და ისი თქმა მინდა და შეიძლება ეხა და არ ქონდა ინფორმაციას ვერ ფლობდით ეხა დღეს ნებისმიერ გუნდის თამაში შეგიძლია რა თქმა უნდა ეხლა როგორ იყო ეგ მოხდა და თუ გახსოვთ როგორც კი მე უკვე ჩევაძემ დაიწყო თუ გახსოვთ რომ ესენი ერთ ხაზზე რომ დადგებოდნენ საშა გადააგდებდა და პირდაპირ ფოლზე მოდიოდნენ პირდაპირ მოდიოდნენ ფოლზე კი მე მიშა მესხი ცდილობდა უკვე ინდივიდუალურად გაზრომას იქა ხო ბოდიში აი მაგ სტანდარტზე ყვები რა ეხა ინტერვიუ მაგ გაკეთებული მაგ ბელგიელთან რომელმაც აქაც გაგვიტანა და იქაც დაერდენი იყო თურქეთში შემთხვევით შევხვდი და ვესაუბრე თარჯემნის მეშვეობით და ეს თამაში რო უთხარი ჩვენაო ზუსტად მახსოვსო რომ გარკვეული შიში ჰქონდაო რა დინამოსიო გძნობდითო რომ დინამო იყო ფავორიტიო მაგრამ აი ეგ თამაშგარეები თქო 23 თამაშგარე გავაკეთეთო 23 თბილისში ძალიან თბილისში 23 თამაშგარე გავაკეთეთო და მეთქი ფინალში ბარსელონასთან აი რა აი ძალიან მინიმალური შანსი ჰქონდაო რა და მინიმალური შანსი ჰქონდა არ და რა კაი გუნდი ყავდათ ხანი გახსოვთ ჰოლანდიის ხანი გერეცი ტახამატა კარგი გუნდი იყო კაში პრიუდომი აი სხვა ის რო იყო ეპოქა მაინც და ეს ინტერნეტი და ის მართლა ყველა შესახებ ინფორმაცია ახლა შეხვალ ინტერნეტში და 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებმა ეგ აფსაიტი აკეთა ანუ ეს თამაში 82-ში იყო ანუ ის რომ ბელგიაში ვიღაცები აფსაიტს აკეთებენ ეს ხო მაგრამ ეს გუნდი კახი რო ჩავიდა თამაში საერთოდ არც არაფერი არ გაუკეთებია ხო ეგ ისტორია არის საერთოდ აი რო ჩამოვიდა ეს ინფორმაცია იყო რომ დადიან რა იცოდე რომ ჩამოსული იყო ძნელი და ნეტყობა გაფრთხილებულები და ისეთი რეზულტატი ისე თამაშს არ ჰქონდათ ეხლა იმის ბელგიის ჩემპიონატზე და გერეძე ხო გეუბნებით საერთოდ ხო მაგას კი ჰქონდა ისეთი აღნაგობა რომ ყველას ეგონა რომ ის რა ცოტა არა ძლიერი გუნდი იყო მაგრამ იცი რა არასტრაფი იყო ეგეთი რაღაცები ეს თამაშგარე და რაღაც ეს ტაქტიკური ისენი სიახლეები რო არეკეთებინათ ჩვენი გუნდი უფრო მაღალი დონის არა შეგვიძლია ჩვენ მე უცებ აუღეთ ალღო მაგრამ აი იგივეს გავმეორდები რომ პირდაპირ ჯარიმაზე მოდიოდი ძალიან აგრესიული და ისე ახლოს კი ახლოს იყვნენ და მოგლეთ რა ისე რა მაგარი ფინალი კი იქნებოდა დინამო ბარსელონა მართალია ბარსელონაში ჩვენ 1982 წელზე გადავხვდით ესე გამოგეთ სხვა შორის რომ მოვდიოდი აქეთ ვფიქრობდი რომ მეთქი ეხლა ბატონი ნუკრი მოვა და თუ მოვახერხებთ რომ აბა თუ მოვახერხებთ საუბარი ისე დავამთავროთ რომ იმ ბლოკზე არაფერი
მართლა ბლოგზე აღარ. მე კიდე ესეთი ის მომდიოდა ადამიანი რომელმაც ყველაზე კარგად გილას ჩადგა корпуსით ხო რა ვიღაცა მითხრა რა შეჭამე შენი ბლოკითო მე ხმას არ ვიღებ რა მართლა ყველაზე კარგად გილას ჩადგა корпуსი ვისაც კი ჩაუდგია იცით რა იყო ეხლა ვიღაცა მე მეუბნება რა თავდაბალი ხარ ის ახარ სხვათა შორის უბრალოდ მსაჯი ვიტალი დარასელიას მოძრაობას უყურებდა და ის სლალომს ყوакეთებდა მე ვთვლი რომ საუკუნის ეგეთ გენიალური სლალომი მე ჩემი გემოვნებით ვამბობ რომ ეს საუკეთესო იმათული რა მაგულს და იმას გოდიცაც შეეძლო იმანაც ვერ დაიმა რაღაც აი წამის მეასედ მეათ რაღაცნაირად ოდნავ შეუშალე ხელი რა შეეძლო იმას გამოსვლა და თან დიდები იყვნენ ფიზიკურადაც ისეთი მაღლები იყვნენ და მაგ თამაშის ნერვიულობა იყო აი რო ჩახვედით გერმანიაში აი რამდენად მშვიდად იყავით აი ნერვიულობა იყო ეს ფინალია უკვე ეს არ გინდა ეხლა ნერვიულობთან ისე დაემთხვა რომ ჩივადეს სიცხე მისცა წინა ამიტი რაღაცა ტელეგრამი ზაკროთელიე სიცხეს უგდებდა და ის მაგრამ მოეხა ფინალია და აი ზუსტად მაგ დროს როცა გუცაევ სკოლი გააქვთ თქვენ ძალიან კარგი ის იყო სასტუმროში ცხოვრობ სადაც შენერი მინდორი იყო ჩვენ რამდენი დღით ადრე ჩავფრინდით ქალბატონი იყო მეპატრონი იმ სასტუმროს და ესეთი ორი მინდორი იყო სავარჯიში 23-4 დღით ადრე ჩავფრინდით დიდი მინდორი იყო კი ორი დიდი სასტუმროს ჰქონდა სპეციალურად სადაც ქალბატონი ცხოვრობდით და ხოშეს მე რო იმასკენით იმ ქალბატონმა ის გაშალა სუპრა და რაღაცები როგორც სასტუმროს მეპატრონი მაგისთვის ახლა ფინალი მოვიგეთ ახლა ისეთი რაღაცა და ვოკი გვიან მივედით ძალიან გვიან იმიტომ რომ თქვენ დოპინგ კონტროლზე დარჩით ხო და დიდხანს მოგვიწია ხო ეს 2 საათი გიჯექით გასახდელში უი ორი ჩვენგან და ორი კანცეში როგორ ხდება და ჩვენ ვიცოდით სხვათა შორის გაგვაფრთხილეს მაშინ დოპინგიც იმიტომ იყო რომ აი იმას დაუშვათ ჩივადეს ვერაფერს ვერ აძლევდა ზაკრო თელია წამალს რომ არ იცოდნენ საერთოდ რა შეიძლება რა უნდა ამოვარდნილიყო თქვა რა წამალი შეიძლებოდა რა წამალი არ შეიძლებოდა მე მგონი მაშინ ახალი ხილი იყო დოპინგ კონტროლი არ ვცდები მე ვერ გეტყვით დოპინგ კონტროლის ისტორია საინტერესო თემაა ჩვენ არც ერთ იმაზე ფინალზე იყო ეგ მარტო და არც ერთ იმაზე მანამდე გაიმაჟე შესარჩევზე არ ყოფილა ნახევარფინალში არ ყოფილა ნახევარფინალში ხო ითამაშეთ თქვენი იმასთან ფეინორდთან არა არ მითამაშია ფეინორდთან მე აქ არ მითამაშია იქ ვითამაშე იქ ითამაშე არა იქ საშინელება გავიქცა ის საჯირო იყო ხო არა იქ ესეთი რაღაცა იმაზე უკაცრავდა ადრე ჩვენ დროს რომ საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა პირველ ოღონდ ეხლა კი არ ვამბობ საბჭოთა კავშირის დროინდელი ხო აი ნუ ხა საჯებ მაგრამ აი მაინც უფრო დეტალურად რომ ადრეს მე არ ვიცი უბრალოდ გვახსოვს რა თქმა უნდა ის სამი არ ჩათვლილი გოლი იქ არის პენალტი და ის კი YouTube-ზე არის და აი თვითონ მინდორზე როგორ იყო აი სიტუაცია თვითონ ეს ჰოლანდიელები როგორ იქცეოდნენ აი მაგ თქვენ შეხვედით ბოლო 17-20 წუთი ითამაშეთ და აი არა ჯერ ჰოლანდიელები ძალიან აგრესიულები იყვნენ საერთოდ შორის გუნდი ფეხბურთელები კი ძალიან უხეშობდნენ ნუ ეთყობა რაღაცა ხდებოდა იმიტომ რომ საჭი არჩათულ ბურთებზე გოლებზე აღარ ვამბობ ისეთ ჯარიმებს არ ნუ ფაქტურად უხეშად რო ვთქვათ გაყიდულები ვიყავით ჩვენ რა პენალტიც არ მოგცა ხო ეს კი მე ისეთი რაღაცები გააკეთა საჭი პენალტი არ მოგცა ორი გოლი არ ჩავალა გაცოფდნენ მე ბოლოს ისინი ორი კი არ სამი ვერ მოგვიგეს მაინც და ხო ბოლოს ის არა მართლა ის იყო რა ქვია მე ეგეთი რაღაცა მე ამდენი წელი ახლა ამდენი თამაში ეგეთი გაფორმებული ესეთი საჯობა მე არ ვიცი არც ჩემ თავზე მაგ გამოცდილი და არც საერთოდ არცად არ მინახავს
ხო, ეს ან ტელევიზიით, ან იმით ეგეთი საჭირო სამხარეს კაცი ესე ცდებოდეს ერთი გუნდის საწინააღმდეგო. არა და რა გენიალურ თან ის ანავდი გოლები რო არ ნაღდი ჩამოთვალო გოლები. რა გენიალურ პასაკეთებს ყიფიანი პირველ გოლზე შენგელიაზე. როგორ დაინახა და ესეც როგორ შერბის რა ეს წარმოუდგენლად გათამაშებული. რამაზა მოვლენა იყო შენგელიასთან თავდასხმელი. უდიდესი თავდასხმელი. მოვლენა იყო რა, მოვლენა. აი ესე რაღაც გეგონება კეფაზე თვალები აქვს ის რო იღებს რა მკერდზე და უცებ უკეთებს ერთ-ერთზე რა. და ისა ვესტჰემთან რო გარბის, საიდან გარბის გახსოვთ? აბა. აბა, ისიც რა მაგარი თამაში იყო ის ვესტჰემთან. ნუ აი უმაღლესი კლასის გუნდი იყო რა, მოკლედ. ხო, აი ვესტჰემსაც მე მაშინ ტრავმა მქონდა, არც წავს სულ არ, მაგრამ არ იყავით მაშინ? არა, ეს რაღაცა კუნთის გამეთიმა. რაღაცა მქონდა ტრავმა, მცირე ტრავმა და ტელევიზიით ხო უყურე ხან აუქდეს, გააგიჟეს. აბა რა. სხვა ჩემს ფინალზე ხინჩაგაშვილი არ იყო. ხო, ხიზანი. ფინალში არა, მოედანზე კი არა. საერთოდ დუსელდორფში არ იყო, იმიტომ რომ მეორე იყო უდიდესი შეცდომა ახალკაცის, რომ შოთა არ წამოიყვანა მაგაზე ვსაუბრობ. მაყურებლადაც არ იყო, ხო. შოთა უნდა წამოიყვანა ძირითადი ფეხბურთელი, როცა თამაშს ტოვებს გაფრთხილების გამო, ეს კაცი უნდა ის ადამიანი უნდა წამოიყვანა ამ ხელა დამსახურება აქ და მე თლიანად თავიდან ბოლომდე ითამაშა შესარჩევი ის იმის ხო, რა თქმა უნდა, გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. თვითონაც ძალიან ისეთი გულდაგატეხილი იყო. რატო მახსოვს ახლა ეს ამბავი, რომ აი ხიჩეგაშვილი არ იყო, თამაშის მეორე დილას მე ხო იქ შორი ახლოს ცხოვრობდა, რომ გამოვედი, მახსოვს შოთა იდგა, ნუ თქვენ ჯერ კიდე დუსელდორფში იყავით მთელი გუნდი, შოთა იდგა იქ ცხოვრობდა სტადიონთან და კი, იმაში არკიანის არკის წინ იდგა დილით და გადავირიე გუშინ გუნდმა ის მოიგო და მეორე დილით ადრე გამოვდივარ, ნუ მზე იმის და იმის მე. გამიკვირდა შევხედე და შოთა ხიჩეგაშვილი არ წაიყვანა, ნუ ეხლა არ ისე შეძლო, თავისუფლად შეძლო წამოიყვანა, ეხლა ვინ რა სიტყვა და თქვა დაუშვათ ხელმძღვანელობიდან ან ქვეყნის ან ის რომ რატო წაიყვანა შოთა ხინჩაგაშვილი არ წამოიყვანა. ხო, ერთი კაცი ეხლა მაშინ რა ხარჯი იყო ეხლა ისე. ფინალზე ისე ბატონო გრე შედიხართ 1-0 როა და იქ იმ დროს ზუსტად ბუცებს იმოწმებთ გუცაიოს რო გოლი გააქვს და აი რა დავალება მოგცათ? ბევრი მეკითხება მაგას არ მახსოვს აი სამართლები ჩერტი იმდენად ისევ ნერვიულობდი რომ საერთოდ ნოდარის ლაპარაკი არ მესმოდა რაღაცას კი მეუბნებოდა ეხლა არ მახსოვს რომ მაშინ ჩემთვის ვიყავი უკვე რომ ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი წელი ვიყავით 19 90 ხო ნუ რაღაც ესე 20 წლის და ხა ესე დონის თამაშზე შედიხარ საინტერესო ტაქტიკური დავალება იყო თუ უფრო ის უფრო სამოტივაციო არა ტაქტიკური რაღაც სვანაძეზე მითხრა რომ შეცვლიოდა ამას მაგრამ რაღაც ტაქტიკალი გავიდა ხო რაღაცას რომ მეუბნება ფაქტი ახლა იქ დგას და ველაპარაკი სვანაძეს აპირებდა მაგ თავიდან ჩემ დაყენებას მე გადაიფიქრე რა სვანაძის მოგვრა თავიდან ხო ამით ახლა კიდევაც მელაპარაკა მაგრამ მაინც ბოლოს და ახალგაზრდა პატარა მაინც ახალგაზრდა რაღაცა და სვანაძე თქვენზე 2 წლით უფროსია ხო? პრინციპში ახალი გადმოსული იყო სვანაძე მაშინ იმ წელი. მე როგორ იყო იცით? როდარს ქონდა ეძახდა წამყვან ფეხბურთელებს და მათასაც აი თქვა ითვალისა. ხო, დაყენება მინდა სიტყვაზე აი ნუკრის ან ისა და იმათასაც ითვალისწინებდა. ხო, როგორც ხდება რა საფრთხილო პრაქტიკა. როგორი ურთიერთობა გქონდათ ნოდარ ახალკაცთან? ანუ ძალიან კარგი. ხო, არა, ნუ აი რამდენად მორიდებულები იყავით მასთან თუ შინაურულად? არა, ეს მორიდება გქონდა. მორიდება მე კი არა, იდებსაც გქონდათ. ხო, ასეთი მეგობრული მე მახსოვს მე რო დინამოში ამიყვანეს. დათო ყიფიანი ნოდარით ეძახდა. ნოდარით. ხო, და მეგენ ლოკომოტივი თბილისის ლოკომოტივიდან და ეს მახსოვს მე აი მე რომ მოუყევი რომ სამზარეულოში კი ვახშამზე მაშინ მე მგონი ერთად ის გუნდი იმაზე რჩებოდა შეკრებაზე და ნოდარო დათო მუთხრა რომ წავალო რა სახში ბავშვებს დავხედავო და მოვალ ისევ და აი ნოდარით ელაპარაკებოდა დავიდა ცოტა ხანი უკვე ფარსად ნოვის და ის დროც იყო რომ დააგვიან 1-2 წუთი ვარჯიშზე და გააგდო ვარჯიშიდან. დათო? კი.
ნუ მისთვის ავტორიტეტები არ იყო რა ეს. არა, ავტორიტეტები იყო, მაგრამ ხო, რაღაცას ვრამდე. დისციპლინა, მაინც დისციპლინაა და ისე ცოტა ისეთი ცუდი ის არის დასანახი რომ შენ არის თქვა შენ პატიობ და შენ არ პატიობ ეგ გუნდში არასწორია და ამიტომ აკეთებ. და ძნელია მაგ დისციპლინა ძალიან ანუ დოზირება შეეძლო ხო თქვენ იმას ამბობთ აი რაღაც ძალიან არა თუ დასაჯელია იმასაც ჯდიდა და ახლა ძალიან ძნელია მის გაკეთება. იოლი ხელმძღვანელი ყველას ხასიათი უნდა იცოდე. დათო ეხა ლიდერი იყო ისეთი დათო ყიფიანი ეხა განსხვავებულად უყვარდათ ხო ეხა კიდევ რა და რა თვითონაც ეხა კონდათ ესეთი ურთიერთობა მაგრამ მე ისე თქმა მინდა რომ უგენოდარი რომ მომძლავდა როგორც ნელი ხა ესე წარმატებები ხო ფაქტურად თბილისიდან ნოდარის ხელში ყველაფერი მოიგო ხო რაც მოსაგები იყო დაჟგაშვილის თასი ეს ჩემპიონობა ის მოიგო რა ქვია ევროპის თასების თასი თქვენი რა უნდა შახტიორთან იმაზე რა ქვია ლუჟნიკებზე ფინალი რო იყო კი ოღონდ მე არ მითამაშია იცით რა იყო მე ჩვენ წინა თამაში პირველი თამაში იყო ჩემი შახტიორის ფინალამდე მოსკოვის ტორპედოს ვეთამაშე ჩვენ ჩემპიონატში და მე დავჭით მოსკოვში და იქ მათამაში იქ პირველად გამომიყვანა ძირითადში ტორპედოში 79-ში იყო თამაში და მე უკვე აქ აღარ იმას არ შემიყვანა განაცხადში არ ვიცი ხარა და მე უბრალოდ იქ ვიყავი დავჭი და უყურებდი მაგ თამაშს და რატომ ეკითხებით მაგას რასთან დაკავშირებით არა უბრალოდ გამახსენდა რომ 78-ში მიხვედით და 19-ში უკვე მან და 16 კაცი არ ვიყავი მაგ თამაშს იქ მათამაშა და აქ აღარ იმას ვიქნა რა 79-ში თუ 80 19 იყო ეგ არა მოსკოვის დინამოსთან რომელი წელი 79 იყო მოსკოვის დინამოსთან პენალტებში რომ მოიგო 80 ბოდიში მე შემეშალა ეს 80 79 იყო იქაც ვითამაშე მე გამომიყვანა ის ლუჟნიკებში ფინალზე ამბობ ხო ორივე ფინალი იყო მაგრამ ხო ისე პრეცესში ეგეც მე მგონი ლუჟნიკზე ჩატარდა შენ იმ ფინალზე არა მოპწაგებულზე რომელიც არა შახტიორთან წაგებულზე ვიკითხე მაგრამ წელი ვთქვი არასწორად მე მგონი წაგებული ვიკითხე ეგ ის არის ხო და მაშინ იყო რომ ჩვენ გავედით იმაზე წაგებული წესით რო არ უნდა გავსულიყავით ნუ ეგ ისტორია ეხლა დიდხანს ილია ანუ კარგი მოხდა რომ წავაგეთ ხო მე ჩაქსვი იმაზე და კარგი მოხდა ილიას კონდა ერთი კაი შეკითხვა მომზადებული 13 მაისის წინა პერიოდთან დაკავშირებით და ხო აი რამდენ მაინტერესა იცით სულ მინდოდა მეკითხა და აი თქვენზე უკეთესად ეხლა 13 მაისის წინ თბილისის დინამო ატარებს ზედიზედ 4 თამაშს ძალიან მოკლე პერიოდში 28 აპრილი 2 მაისი აი 5 მაისი და 8 მაისი რატომ აი არ გადაიდო ეს თამაში თან აი 10 დღიან ინტერვალში 4 თამაში. მან ხო ჩვენ არ წყვეტს საკავშირო ის ხო და აი არის ოთხოვნა. ოთხოვნა იქნებოდა ხა მე ესე ჩახედული არა ვარ მაგრამ ოთხოვნა იქნებოდა თქვენ რა გონიათ იმათ უნდათ რომ ჩვენ მოგვეგო ეხლა ისა აი ალბათ ხო აი ეგ მაინტერესებდა ეს პასუხი ნაკრებში გამოძახებულ პლუს კიდე რამდენიმე ფეხბურთელი აი წინადღეებში ნაკრებში იყო მე მგონი ეგ უკვე ეს უკვე 82-ში მაგრამ აი ნახეთ აი ეს პასუხი მაინტერესებდა მეც აი ეჭვი გამიჩნდა ეხლა როგორ ერთი კვირა როა ხოლმე იქ გადაუდებენ ხოლმე თამაში და 10 დღის ინტერვალში 4 თამაში ასამო ძალიან ბევრია და მიდიხარ ეგრევე იმაში თორე როგორ არ მოთხოვნა იქნებოდა თობა არ გადაგვიდეს თამაში და 82-შიც იყო მსგავსი შემთხვევა. ჩვენ მე მახსოვს ერთხელ ესე ეს შეიძლება 82 9 თამაში გასვლა რო ვითამაშეთ რა რომელი წელი იყო აი საერთაშორისო ერევნის არა რაც 10 კაცმა მოუგეთ მაშინ მე თამაშე სტუპარმა სულახველიძე გააგდო. ტაში რო დაუკრა სულახველი. ტაში დაუკრა და გააგდო სულახველი. და მე შესვენების შემდეგ და 10 კაცმა 3 ბურთი შეუგდეთ დაინგრა მთელი სარაზდანი. ზოგიერთის აზრით ეგ არის დინამოს ისტორიაში საუკეთესო ტაიმი რა. ბევრს უთხოვს ეგ. არა რატო ვამბობ მე იქიდან მახსოვს მინსკის დინამოს 4-1 მოუგეთ. მოკლედ 9 გასვლიდან თამაში არ წაგვიგია იმაში ალმატაში ჩაუპრინდით კიდე სადღაც ვითამაშეთ და 9 გასვლიდან აი შეიძლება გადატანილი თამაშები იყო და წელი 82 იყო თუ არ ვცდები.
ეგ 91 იყო რომ მოსკოვის დინამოს არარატთან 4-1. არარატთან 91. აი 91. ეგ 91. მაშინ 91-იც იყო ისიც რომ ეს 9 გასვლა რო ქონდა ეგ მახსოვს მე. ზედიზედ 9 გასვლა. 9 გასვლით თამაში რა. და აი ამას გრძნობდით ახლა რაც თქვით ახლა ძალიან საინტერესო რაღაც თქვით რომ ვიღაცებს არ უნდა არა დამოკიდებულება ხო ვიცოდით და მარტო ერთი ის მას საჯების დამოკიდებულება ხო ეს მაშინ ხო არ იყო ეს მაშინ იყო ფეხბურთის სამმართველო ხო? კი. ფედერაცია არ იყო მაშინ იყო სამმართველო რომელიც ის იყო რამდენი წელი იყო რაგვარი ეს სამმართველოს უბრალოდ იმას გულზე არ ვეხატებოდი ჩვენ ეხლა საპატიო პრეზიდენტია თუ რაღაც თუ გარდაიცვალა კალასკოვი ხო კალასკოვი იყო მაშინ ცოცხალია კალასკოვი უი ასლა რა ხნის არის კაი ბებერია ხო და აი რა საინტერესოა ეხლა თქვენ რაც აღნიშნეთ ეხლა ესე მე არ მახსოვს სიმართლე გითხრათ მაგრამ მიზეზი ეგეთი იქნებოდა რა. და ეხლა როგორ არ მოითხოვდა ეხლა გადაღლილი ფინალისტვის ემზადები, გუნდი ხო გადაიღლება, ხო იცის ახალკაცმა. აი ხო გეუბნე 28 აპრილიდან 8 მაისამდე 4 თამაში. და თბილისში კონდა 4-ვე? ეგ არ თბილისში არა. თბილისში წასვლის წინა დნეპრთან იყო თამაშის წინა. ეგ იყო ბოლო. გამგზავრების წინ დნეპრთან იყო. 4-0 მოიგეს. ეგ ნამდვილად მახსოვს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი აბარებდა სამხატვრო აკადემიაში და ჩემთან სახში პლაკატი დავხატეთ ისა საღებავებით დახატა თასების თასი და წავიღეთ და იქ კარების უკან გავშალეთ როგორ მახსოვს და მე ვიღაცამ გამოგვართვა და წაიღო. ეგ მარტო არა, ეხლა მოდევნო თემას მოვყვები 1992-ში სხვათა შორის უმცროს ნოდარ ახალკაცს აქვს ეს ჩემთვის მოყოლილი და რო ჩავხედე მართლა ესეა სტანდარტთან აქ ხო წავაგეთ 1-0 განმეორებითი თამაშის წინ თბილისის დინამოს 6 ფეხბურთელი გამოიძახეს არგენტინაში სათამაშოდ არგენტინა საბჭოთა კავშირი მარადონა თამაშობდა და პირველი ნაკრები ხო? ხო პირველი ნაკრებში გამოიძახეს 6 კაცი და წარმოიდგინე ხა არგენტინაში ჩაფრენა ხო და მამამოს თხოვაო ახალგაზრდა სულახმერძე რო პერსონალურად ეთამაშა იმას მარადონას და სწხოვაო რომ ეხლა ეგეთი თამაში გვაქვს რა ნახევარფინალის საპასუხო მატჩი თუ მოვიგეთ თუ გამჩიმა თხოვაო ხო თქვა ეგ ხო და არ გაითვალისწინებს და ისეთები გამოიძახეს დამოკიდებულება რა ხო გუნდი გავიდა ფინალში რატომ იყავს ეს ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკაში 1-0-ია წაგებული ეხლა რა ყოფილიყო თან საფრენია მარტო კითაკეთ უნდა იფრინო მაშინ 12 საათი იყო საფრენი თვალწინ მე და ჩვენ არგენტინაში ხო ნამყოფები ვარ დინამო და როგორ მახსოვს ახლა მაშინ სად იყო თბილისთან მოსკოვიდან გავფრინდით იქ ზამთარი იყო აქ მოსამზადებლად წავედით და როგორ მახსოვს 5 ქალაქში ჩავფრინდით ეკიპაჟი შეიცვალა ერთხელ თუ ორჯერ და ეკვატორი გადავიფრინეთ და რავი ბერმუდის სამკუთხედი და ხო ვიცი ახლა ეს ფრენა რამდენი ძალიან დიდხანს ვიფრინეთ რა თუ არ ვწდები 24 საათი 26 საათი ვიფრინეთ რა ხო და ნუ ახლა და ხვდები თასების ნახევარფინალის საპასუხო თამაში ხო ნუ სადაც უნდა ჩაფრენილიყავი მე გეტყვით ახლა სადაც ჩავფრინდით ფრანკფურტში ჩავფრინდით მოსკოვიდან მე ლისაბონში პორტუგალიაში პორტუგალიიდან იამაიკაზე ვიყავით თვალსდები იქ ჩავფრინდით მე იმაზე ნუ რამდენიმე ბევრი გადაჟო პერუში ჩავფრინდით ბოლოს ბუენოს-აირესში ჩავფრინდით და ამ დაღლილებ ბოკა ხუნიორსთან მქონდა იქ იყო ზაფხული და ძალიან სიცხები იყო და აი ამდენი ნაფრენი კუბაზეც ვიყავით კუბაში ჩავფრინდით და ბოკა ხუნიორსი თუ გახსოვთ მაშინ ყველაფერი მოგებული ქონდა ბოკა ხუნიორს რა და ფრე ერთ-ერთი ვეთამაშეთ აი ამდენი ხანი ნაფრენი ხალხი რა არ გახსოვთ თქვენის ბოკა ხუნიორსი იმ დროინდელი არგენტინის ძალიან ძლიერი გუნდი იყო მახსოვს მაგრამ უფრო იმეთი რა ქვია წაკითხულებით ვიდრე წაკითხულიდან უფრო ვიცი თორე ხა ვინ გაჩვენ და თამებით პატარა იმაზე ვიყავით ტურნეზე ვიყავით ტურნე ქონდა და სხვადასხვა ქალაქებში თამაშობდა პირველი ჩავფრინდით საღამოს თქვა დილით რო ჩავფრინდით და ისე და საღამოს უკვე თამაში ქონდა ხო მე ახლა ტექნიკა იმ დღეს ვკითხულობდი ზუსტად ყველაზე გრძელი რეისი თვითფრინავით ყოფილა ნიუ-იორკი დელი
19 საათიანი, მაგრამ არ ჯდება არსად. ხო, ეხლა ბოინგები ჩვენ დავფრინავდით, ჩვეულებრივ აეროფლოტის თვითფრინავებით. ხო, გასაგებია. მაშინ ის იყო ილე 9-ის. ბატონ დუკრი, რისი თქმით, თავიდანაც რაღაცა ამ თემას შევეხედა, ეხლაც მინდა ისევ დაუბრუნდე მაინც რაღაცნაირად. იმ დიდი დინამოს შემდეგ, 82 წელს, აი მის მერე რაც სტანდარტთან დავმარცხდით და მერე ვიტალი დარასელია გარდაიცვალა, დაიღუპა. ამის მერე თითქოს ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ახალგაზრდებს შეგეცვალათ გუნდი და ჩავარდნა არ ყოფილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად დაიწყო კრიზისი და აი რაღაცა ის იყო ქუთაისის ტორპედოში გადავიდნენ ბევრი ფეხბურთელები, ვიღაცები გადმოვიდნენ რაღაცები, აი რა იყო მაშინ, რატო თქვენი აზრით, რატო ვერ აი ეს მაგას ძალიან ბევრი ამდენ წელია მეკითხა ვერ ხსნი ვერც მე აი სიმართლე გითხრათ ბევრჯერ მიფიქრია ისა მაგრამ არ ვიცი ცოტა ნოდარ ახალკაცმაც ცოტა სხვანაირად ცოტა მეგანა კი არ ვამტყუნდებ ხა ნოდარის მაგრამ ცოტა ურთიერთობაში ხო რაღაცა ისე ნოდარის რაღაცა კი სადღაც 70-80% ხა ახალგაზრდების რეალია მაგრამ რაღაც ზოგ ფეხბურთელზე აკეთებდა აქცენტს ისეთ ზოგზე თავის შეხედულება ქონდა მე ცოტა ნოდარის უკვე ისე აიჭრა ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ გვარები რო ჩამოთვალ ფეხბურთელები რო ჩამოთვალ მესხია ცავა აკილაშვილია ის იყო რა ქვია ბარათაშვილის შვენი გურული იყო ის ჟვანიაც ხა არ იყო ჯერ ისეთ ასაკში ხო ჟვანია იყო ხო მაგრამ სამი ესეთი ფეხბურთელი რო გაკლდება მაინც ძნელია ხინჩაგაშვილი ყიფიანი მაშინში ვიტალიკა ძალიან დიდი დანაკლისი იყო რა მაგრამ ხო არა ვიტალიკაზე მაშინ სამი დანებებული ქონდა მარტო სამს მაშინ 90 დათოს ფეხი მოთქვა გუცაევმა кайხანი ითამაშა მერე კიდე გაბელია იდგა დათომ ფეხი მოიტეხა ესპანეთში სულაკველიც ეგენი ვერდერთან ხო იყვნენ 87 იყო ზონინის პერიოდში კი შენგელიაც იყო ზონინის პერიოდში სულაკველიძეც იყო გაბელიაც იყო კი აი მე ჩივაძეც არა ვოვა არის ვოვა უკვე ისა გუნდის ცელად მუშაობდა გუნდის უფროსი მაგრამ დიდი ხნის დანებებული საფროსი იყო აი ზონის თქვენ ხო იყავით მაგ დროს მე წამოვედი მე ზონთან და ძალიან იმას ურთიერთობა 86-ის მერე წახვედი კი ავედი მე თქვენ ზონის შეხვდით კი და ზონის მე რაღაც არა ეწყო თქვენ შეანის აუგებარი კაცი იყო საერთოდ უი ხო ასე რომ გვარი რა ქონდა იცით გამოგვიყვანდა სიტყვაზე დაინიშნა და 3 წუთი რაღაცას გაგვეკეთებინებთ და გაგვიყვანდა რა ის სხვა დანიშნულებით იყო კაცი აქ ჩამოსული ანუ აქ რაღაცა ეთიური კაპიკებული ეშოვა რაღაცა და დასვლა სხვა მიზნები იყო არა ხო აი მაგ დროს აი 83-ში მართლა საინტერესო სეზონი აი საინტერესო რა ცუდი ფაქტურად დინამო გადარჩა გავარდნას ხო კი 83-ში ფაქტურად რეზო ჩელერო დააბრუნეს ხო ხო ჩელერო ჩამოიყო ნოდარიც რო დაბრუნდა ნოდარიც რო დაბრუნდა ჩელე ხო ყვებოდა საერთოდ რაღაცას ნიშნავდნენო იმას რაღაც თანამდებობაზეო და თათბირიდან გამომიყვანესო და ჩამოვედიო დინამო საბჭოს რაღაცად ნიშნებოდა ხო რაღაცად იქ ინიშნებოდა რაღაცად ხო ჩელე ჩამოიყვანა კი და ნოდარის თვითონაც დაბრუნდა რა კი ნოდარის მაშინ რა მოხდა რომ ფაქტურად ფეხბურთელებმა ულტიმა ვარდიშიდან გავაწავედით და როდის აი ნოდარის წასვლა გუნდიდან მაშინ იყო რომ მე რატო თქვი რომ დამოკიდებული ვარ პირველ მანამდე წასვლა ფეხბურთელებმა იმას კენით წავედით რა ბაზაზე სპორებიდან ხო სპორებიდან თბილისში არ იყავით არა თბილისში თამაშის წინა დღეს თუ რაღაცა ხო ანუ უკვე ესეთ უთანხმოებაზე იყო მისული საქმე ხო ნუ აირია არა და არა იმიტომ იცი ხარ ჩვენთვის რო გაუშვეს მე მიმასხვები დაბრუნებას რო გაუშვეს მაშინ უკვე ეს 10-15 ბიჭი ხო ფაქტობრივად შეკუტეკაძე ეხმარებოდა მეორე მწვრთნელი იყო და მოგდეთ რა ის მე რაღაც და მე უკვე დაგვიბარეს ცეკა ის როგორც იყო და მოდარი გაუშვეს მაშინ
ხო და მე დაბრუნდა კიდე იმაზე. ხო, ეგ უკვე 86-ში გავედით მე-5-ზე რა. არა და აფსოსია, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი თაობა. ჟორდანიაც თამაშობდა მაშინ. სხვათა შორის დათო ყიფიანი რომ მოვიდა, მაშინაც ძალიან კარგად მივდიოდი. თუ გახსოვთ, აქ ზენიტმა საშინელი თამაში მოგვიგო 2-0 უგებით 3-2. იმ წელს ზენიტი ჩემპიონი გახდა. და მეორე ადგილზე მივდიოდი თუ მესამე ადგილზე იმ დათოს კი მახსოვს ეგ თამაში ზენიტი რო შემოატრიალა. რაღაც სტადიონზე მოხდაო რაღაც. და არაფერი არ მოხდა, უბრალოდ ზღაპარში. ხო, ნუ ძალიან გამწარდა რა ხალხიო, რომ 2-0 იგებდნენ და მე ზენიტი წავიდა ჩვენ მოსკოვში ჩაფრინდა მოსკოვის სპარტაკს მოგდა იმ წელს ჩემპიონი გახდა. ეს სადირინი იყო რა. გაიუზას ისა რა ქვია დარსაძის სადირინი იყო კი. გაიუზის იყო მაშინ უნდუბლებში ვაგონი. სადირინის პერიოდში? სადირინის პერიოდში. და გაიუზა ერთხელ ხო ლენინგრადში ჩავფრინდ კი, როგორ არა. გაიუზი ძალიან ახლობლობდა სადირით და სწორედ კარგი მსვლელი იყო ის ჩვენი კაცი. საერთოდაც აი მან შედეგებს რო ჩახედო, ძალიან არასტაბილური არის დინამოს მაგ პერიოდში 94-ში, 5-ში. კარგი თამაშები აქვს ჩატარებული, მაგრამ არასტაბილურობა ახასიათებდა საერთოდ რა დინამოს მარტო ჩვენ კი არა, ჩვენამდე პლიადას და თაობასაც ეს იყოს ჩავარდნები სულ იყო დინამოში რა. აი მუტაზას და იმ დროსაც რა. ეს კონდა რა დინამოს. და მე თქვენ იყავით დინამოს სტადიონის დირექტორი, ხო? დინამოს დირექტორობაზე. დინამოს დირექტორობაზე ხო, მინდოდა მეკითხა. აი ახლა რო არის რაღაც ლაპარაკი რამდენიმე ტრიბუნაზე, იმ დღეს არც დასვეს, ხო, მაყურებელი დროშები. ავარიულ მდგომარეობაში მე ჩემ დროსაც იყო. იყო აი რა პრობლემა რა არის მან? მან რა არის თით მანდარინის გამდინარე წყლები აი ისე უხეშად რო თქვა თბილისის ზღვიდან თქვა გაზდის იქა და ესე მოდის ესა და აქედან დინამოს სტადიონის გავლით ჩადის მერე მტკვარში რა და მაგის უბრალოდ ის აცილება უნდა მოხდეს მაგრამ მე მგონი ეგ მერე სამუშაოები ჩატარდა თუ არ ვცდები ჩემს მერე ისა და გასაკეთებელი ამდენი ხა რა უნდა მაგას მაგრამ ის რომ ეხა მთელი ისტორია ხო დინამოს სტადიონი და ეხა კი დიდი მადლობა მთავრობას კი აშენებენ ეხა იმაში ხო უნდა ძალიან მაღალი დონის სტადიონს და იმას ლილოს იქით რა ქვია ვაზიანში ხო აეროპორტის ისკენ მაგრამ ნუ ეხა დინამოს სტადიონი არა ეხა ეს კულტურული ის არის ისტორია მემკვიდრეობის ზეგლია ფასეულობაც როგორ შეიძლება არა და უბრალოდ ერთი ხელისმოვლება უნდა და მაყურებლის ძალა ძალიან ესე იგი თუ დასწრება თუ დისკვალიფიკაცია ძალიან გაგვიჭირდება მაშინ თურქებთან რა თურქეთთან სექტემბერს მაყურებელი ახლა 50% მარტო ჩვენთან კი არა ყველა ქვეყანაში აბა მასპინძელი გუნდი მაყურებელი თამაშობს უმეტეს ძალიან ცუდი ამბავი მოხდა რა ეგ რა ხო მაგრამ ჯერ ხო არ არის გარკვეული რა იმედია არც არაფერი მაგრამ მე მეშინია იმისი რომ იქ რო რადგან ჩვენ ერთი გაფრთხილება უკვე მოგწეს ალბანეთთან შეიძლება აქ აღარ გვაფრთხილდეს. ერთი გაფრთხილება უკვე გვაქვს, ხო და შეიძლება აღარ. მაგრამ მოდი მაინც ოპტიმისტურად დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მართლა ბრწყინვალე ფეხბურთელები ყავს ახლა ნაკრებში ვარსკვლავია ამ ხელა ეს კვარაცხელია ჟორჟი მიქაუტაძე შესანიშნავად თამაშობს და იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უსურვოთ ქართულ ფეხბურთს, ქართულ გულშემატკივარს, ნაკრებს, კლუბებს, ყველას წარმატებები მომავალში.